წელს დავასრულე მაგისტრატურა, ჩამოვედი. ახლა სადაც ვარ, ეს არის სოფელი ატენი, ჩემი დედულეთი, მამის მხრიდან ვარ აფხაზეთიდან. ცხოვრობ ძირითადად ჩემ ჰობს მივყვები, მევენახეობას და ჩემი პროფესიის მიხედვით, რომ მე ვარ პოლიტიკური ფილოსოფიის მაგისტრი, ჩავერთი ამ პოლიტიკურ პროცესებში და აქტიურად ვარ ჩართული რაიონულ პროტესტებში. იმიტომ რომ იმაჩნია, რომ კი შემეძლო რაღაც თბილისში დარჩენილიყავი და თბილისში გამაგრძელებინა ეს საპროტესტო ტალღა, იქაც ვარ ჩართული, მაგრამ უფრო მეტად რაიონში, გორის რაიონში, რადგან ვფიქრობ, რომ ამ რაიონს მაგ კუთხით ჭირდება გამოცოცხლება. აქ ძირითადი ის ლიტერატურა, ის ნაშრომებმა განთავსებული, რითაც მეხმარება, რომ რაღაც სამყაროში უკეთესად გავარჩიო რა არის თეთრი და შავი, ასე ვთქვათ. ჩემი ფილოსოფიაში პირველი ნაბიჯების გადადგმის მთავარი ავტორი სწორედაც ნიჩეა, იმიტომ რომ ნიჩე უფრო მეტია ვიდრე ასე ვთქვათ ჩემთვის პირადად სხვა ფილოსოფია. ზოგადად გერმანული კლასიკური ფილოსოფია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰაიდეგერი, ჰეგელი, ნიჩე, გერმანია და გერმანული სული არ არსებობს ნიჩეს ზეკაცის სულის გარეშე. მე-20 საუკუნე იდგა ნიჩეს თეორიებზე, ხო, როდესაც დიქტატურულ სახელმწიფოებს უჩნდებათ ძალაუფლების ნების, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გაზრდის სურვილი, იწყებენ გარშემო სახელმწიფოების დაპყრობას. და ნიჩემ სწორედ ეს ძალაუფლების ნება და ზეკაცისკენ სწრაფვა გაშალა და ზოგიერთმა, ასე ვთქვათ, დამპყრობელმა და ზოგიერთმა დიქტატორმა ეს ყველაფერი მიიღო პირდაპირ. ჩემი გადმონასახედიდან ნიჩე უფრო საკრალულ და მეტაფიზიკურ ზეკაცობას და მეტაფიზიკურ ძალაუფლების ნებაზე საუბრობდა, ვიდრე მატერიალურს. დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს არის მნიშვნელოვანი გარდაქმნის პერიოდი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა იქამდე, რომ თავისით შეუძლია, რომ საკუთარი ბედი გადაწყვიტოს რა. მსგავსი აი ამ ხელა დროის განმავლობაში პროტესტები საქართველოში არ ყოფილა რა, იყო ძალიან მასშტაბური პროტესტები, მწვავე, მაგრამ ესეთი პერმანენტული და მშვიდობიანი პროტესტების ისტორიაში საქართველოში ნამდვილად პირველია და ექსკლუზიურია. ხო, აი ამ პროტესტებმა ჩამოაყალიბა სამოქალაქო საზოგადოება რა. სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ჰეგელი ამბობდა, ქმნის სახელმწიფოს. როგორც ჯონ ლოკი ამბობდა თავის ტრაქტატში, როდესაც სახელმწიფო გადის კანონების გარეთ, იმ სახელმწიფოში მყარდება ტირანია. ჩვენ ნახეთ, რომ ეს კონსტიტუციას ირღვევა, პირველ რიგში ირღვევა ეს 78 მუხლი და ეს სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს იმას, რომ საქართველოს დააბრუნოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. სამართლიანი სახელმწიფო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოში კიდე ვიცით, რომ ყველა ადამიანის ხმას აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, დღეს ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები ყველა რეგიონში ვიბრძვით ამ ტირანიის წინააღმდეგ, რაც დღეს პროტესტების შედეგად ვიხილეთ, გვერდში დგომა, იქ ერთმანეთის გატანა და ამ შემდეგ, რაც ამ პროტესტებს მოსდევს თან, ხო, საწინდარია, რომ იდეალური სახელმწიფო ჩამოაყალიბოს ახლო მომავალში. ზემოთ ვერესციხე, დანახვისი, ხარჩას ნისლია. იქით არის ჩემი ტერასები, სადაც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ჰობი არის მეღვინეობა და მევენახეობა და ამ პროფესიასთან ერთად მივყვები, ნენელავს სწავლობ და ეს პროცესი მანიჭებს სიამოვნებას.